ახლა ცოტა უსიამოვნო იქნება, მაგრამ შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ფსიქოთერაპიული სავარჯიშო გახდეს ახალი ეფექტური ნაბიჯების დასაწყისი შენი ცხოვრების გზაზე. დაფიქრდი სიტუაციაზე, რომელიც ახლა გაშფოთებს. ხოლო მნიშვნელოვანია, რომ ნაწილობრივ მაინც იყოს ეს სიტუაცია შენზე დამოკიდებული. ახლა კი ნელა, მაგრამ ხმამაღლა და რაც მთავარია, საკუთარ გრძნობებზე დაკვირვებით წარმოთქვი. მე ვირჩევ და დაასახელე სიტუაცია, რომელზეც ღელავ. მაგალითად, მე ვირჩევ ასეთ ურთიერთობაში ყოფნას. დააკვირდი, რას გრძნობ. შესაძლებელია ეს იყოს ბრაზი, უთანხმოება და მიუღებლობა, უძლურების შეგრძნება. სწორედ ამ რთული გრძნობების ბოლომდე განცდა, გაქცევის გარეშე იძლევა საშუალებას ცვლილებებისთვის. შეგრძნებები დაწერე კომენტარში.